გუშინდელი დღის შემდგომ ბევრი ვიფიქრეთ, რა თქმა უნდა, ყველა ფიქრობს რა მოხდა გუშინ და ინფორმაციას მოიპოვებს, ადგილზე იყო, საკუთარი თვალით ნახა, ამ ყველაფერს აჯერებს და რაღაც საკუთარ აზრს ქმნის შემდგომ თავის თავში. ფაქტობრივად მე გუშინ რა დავინახე, იცით, რომ გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კურირებდა ფაქტობრივად სპეცოპერაციას გავდა ის რაც ჩატარდა გუშინ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელმძღვანელობდა თუ შეიძლება ასეთი ფორმულება დავარქვათ მთლიან ამ აქციას. ანუ რეალურად ორგანიზატორები მე არ ვამბობ რომ ეს ორგანიზატორები კავშირში იყვნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დავალებას ასრულებდნენ. უბრალოდ ძალიან ოსტატურად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აი ისე იმუშავა რომ ფაქტობრივად ამათ რაღაც გეგმას და გადაწყვეტილებას რო იტყვიან დააჯდა და რეალურად საქმე მიიყვანა კონფრონტაციამდე. იმიტომ რომ როცა აბსოლუტურად მშვიდობიანი აქცია დაანონსებული, დაგეგმილი საკუთარი პატარა შვილებითა და შვილიშვილებით იყრის ადამიანთა 100,000-ობით ადამიანი თავს და მერე ეს გადაწყვეტილება რაღაცნაირად ძალადობრივ ხასიათს ღებულობს. მე დამაფიქრა ერთმა გარემოებამ, რომ როცა განცხადება გაკეთდა, რომ ათონელის სასახლესთან უნდა მისულიყვნენ, არავის არ უფიქრია, რომ იქ ვიღაცა ძალადობრივად უნდა შეჭრილიყო და შენობა უნდა დაეკავებინა. აი პირდაპირ იყო ნახეთ ხო თქვენც რომ განცხადება იყო რომ აი რაღაც რა თქმა უნდა არავის არ ჯეროდა რომ რაღაც დეკლარაციით ვინმე ძალაუფლებას გადმოგაბარებდა და გასაღებს ჩაგაბარებდა რეზიდენციის, მაგრამ რეალურად ყველა იქ წავიდა და მეც წავედი იმ მოტივით რომ ერთადერთი რაც უნდა გვექნა მშვიდობიანად გარკვეული პიკეტირების ფორმით უნდა განლაგებულიყავით ათონელის სასახლესთან და რაღაცას უნდა დავლოდებოდით და ეს რაღაცა რა იყო არ ვიცოდი, იმიტომ რომ მოლოდინები ხო ესეთი იყო რომ აი რაღაც შიგნით ხდებოდა რეალურად აშკარად რაღაც ისეთი დაპირებები იყო შიგნიდან თითქოს ასეთ სურათს ქმნიდნენ ორგანიზატორები და განსაკუთრებით პაატა ბურჭულაძესთან საუბრებიდან რომ იქ შიგნით ისეთი რაღაცა ხდება რომ თითქოს აი ამ ხელისუფლების გადმობარება რეალურად მართლა რაღაც ფორმით ვიღაცის თავში ტრიალებს, ოღონდ ამას ფართო მასშტაბიანი დიდი აქცია ჭირდება და რაღაც საფუძველს ეძებდნენ თითქოს და აი ამ პროცესში იყო სუყველა, რომ აი მივიდო და გაჩერდებოდა 10,000 კაცი პირობითად და იქ ყველაფერი გადაწყდებოდა. და რა მოხდა? როცა მივედით არავინ არ იყო და პირდაპირ მნიშვნელობით დღეს პრემიერ-მინისტრმა აღიარა რომ პოლიცია სპეციალურად ჭიშკრის გარეთ არ დააყენა და თავიანთი აშკარად თავიანთი ჩანერგილი პროვოკატორებით პირველი პროვოცირებები დაიწყო შეტაკება პოლიციასთან. ძალიან მყიფე იყო რატომღაც ის ალაყაფის კარიც მიკრეს ხელი თუ არა ჩამოინგრა და ხო და აღმოჩნდა როგორი სიტუაცია. ნახეთ, თვითონაც თქვა დღეს რომ შევუშვითო დანაშაულის ჩადენამდე მიუშვითო რა. რეალურად აი სუსმა ხო არა ეს ტაქტიკა არ იყო, ეს არის პროვოცირება ახლა სამართლის არა კობახიძე თქვა ტაქტიკა იყო და ეს სამართლის დოქტორია კაცი და დანაშაულის პრევენცია უნდა იცოდეს რას ნიშნავს. საკუთარი მოქალაქე პროვოცირება გაუკეთო დანაშაულთან მიიყვანო და დაიჭირო, აი ასეთი რამე მე არ გამიგია. საკუთარი მოქალაქე მე რა რომ შენი ის არ არის მომხრე ხო? ფაქტობრივად დანაშაულში შეიყვანა ეს ხალხი. ხო, აღიარებაც გააკეთა რომ იმიტომ რომ რაღაც ქულები მოეპოვებინა, დავემარცხებინეთ, ასეთი ვერაგი ჩანაფიქრი ხაფანგი მოუწყო მთელ ოპოზიციურ სპექტრს 100,000 კაცს მოუწყო ხაფანგი, დააჯდა სუსი ამას და მიიყვანა დანაშაულებამდე და ამას უყურებდნენ, როდის უნდა განხორციელებულიყო და განხორციელებაშიც მიიღეს, ხო, შედეგი გვაუწყდა და აი ეს მთლიანად მე ასე წარმომიდგენია რომ მთლიანად რევოლუციური პროვოცირება რეალურად რევოლუციური პროცესის პროვოცირება თვითონ გააკეთეს, თვითონ მიიყვანეს დანაშაულებამდე ადამიანები, თვითონ მათი პროვოკატორების მიერ იყო თავიდანვე ინიცირებული. მე რა თქმა უნდა ახლა ახალგაზრდობის გარკვეული ნაწილიც აყვა ამ ეგრეთ წოდებულ დაძრულ პროცესს და მთლიანობაში მივიღეთ ის სურათი რომ საზოგადოებას აჩვენეს რომ აი ხო ვამბობდით მოძალადეები არიან და აი აქაც ძალისმიერი მეთოდებით
მოინდომ ერთადერთი რაც უნდა გაეკეთებინათ ჭიშკრის გარეთ დაეყენებინათ ადამიანები და ნახავდნენ რომ იქ მისული ადამიანები არავინ არაფერს არ იზამდა და ნახეთ კიდე რა არის აქ საგულისხმო ძალიან ცოტა რაოდენობა იყო პოლიციის 10,000-ობით ადამიანი მივიდა და რაღაც 30-40 პოლიციელი იდგა და ვერ შეაღწიეს შიგნით ახლა 1000 კაცი 30 პოლიციას უბლაროდ რომ გადაუაროს გადაულის და შევა შიგნით ხო მე ხო განზრახვა რო ყოფილიყო მე დაახმარეს ხო პოლიციის რაღაც ნაწილები შემოიყვანეს ხო მოგვიანებით შემოიყვანეს ანუ რეალურად ამის განზრახვა მართლა არ ქონდა იქ არსებულ საპროტესტო საზოგადოებას აქციას ამის განსხვავ შენობა აიღო თორე პირდაპირ მივიდოდა და ელემენტარულად რა ვიცი ერთი 100 კაცი რო გაფენილიყო დანარჩენი გადაულიდა და შევიდოდა შეგნით ხო ამის განზრახვა არ იყო ეს იყო სუფთა წყლის პროვოკაცია მოწყობილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საკუთარი მოქალაქეების მისამართით და დღეს უკვე გამოვლინდა მათი ძირითადი მიზანი რა იყო დისკრედიტაცია ისევ ოპოზიციის დისკრედიტაცია პროევროპული ძალების პროტესტის დისკრედიტაცია და ხალხისთვის უნდა ეთქვა რომ ესენი არიან მოძალადეები და კიდე საერთაშორისო საზოგადოებისთვის უნდა ეთქვა რომ ამათ მშვიდობიანი აქცია არ შეუძლიათ ანუ მშვიდობიანი აქცია არის მათი სიკვდილი ეს ძალიან კარგად იციან მოთხოვნა საზოგადოებაში ხო აი შეიძლება დღეს აი განცხადება ძალიან კომიკურია ეს განცხადება პირდაპირ ვიტყვი დღეს და მომდევნო დღეებში გამართული ნებისმიერი შეკრება გუშინდელი მცდელობის გაგრძელება ანუ გუშინდელი როგორც თქვენ ამ პროვოკაციის შემდგომ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა რომ ამ ქვეყანაში მშვიდობიანი პროტესტი აკრძალეთო ფაქტობრივად ეს იყო ხომ მაგრამ დღეს რუსთაველმა აჩვენა რომ ეს ხალხი მშვიდობიანად 1 წელია დგას და 1 წელია ჯიუტად ითხოვს ცვლილებას და ეს ცვლილება რამდენი პროვოკაციაც უნდა იყოს თუნდაც რამდენი შეცდომაც ამ გზაზე სადმე ქრება არცად არ ქრება, არც პროტესტი არ გამქრალა და თვითონ კარგად ნახეს, რომ 1 წლის განმავლობაში ხომ იზახნეს 300 კაცი, 500 კაცი, როცა მასშტაბური აქციები დავაანონსეთ და თავი მოუყარეთ ადამიანებს 10, 20, 30,000 ადამიანი ყოველთვის მოდიოდა გუშინ იყო 100,000-ზე მეტი ადამიანი. ყველა მიცის რომ ამ ქვეყანაში პროტესტის ძალიან მაღალი ხარისხია. უბრალოდ ამის ქუჩაში გადმოტანა არც ისე ადვილია 100%-ით ქუჩაში გადმოტანა ძალიან რთულია ეს და ეს ყველა მიცის რომ რაღაც განაწყენებული ადამიანების 80%-დან შეიძლება 15 გამოვიდეს გარეთ და აქტიური იყოს ქუჩაში დანარჩენის ზოგ სახლში აქვს ზოგ სამსახურში და ასე შემდეგ. მაგრამ ძირითადი მიზანი მათი ამ განცხადებითაც ხო გამოვლინდა რომ თავარი მიზანი რა იყო? პროტესტის დისკრედიტაცია და ძალიან ყელში აქვს გაჩხერილი რუსთაველის პროსპექტი და რეალურად უნდათ რუსთაველის პროსპექტის ალაგება დღეს. მათი განცხადებითაც გამოჩნდა სანამ მე განცხადება დაიდებოდა მე სპეციალურად გავავრცელე სტატუსი დავწერე რომ ყველაფერს თავი უნდა დავანებოთ გუშინ რაც მოხდა და სულ ყველამ დღეს აუცილებლად იმიტომ რომ რატომღაც ვიფიქრე რომ თავარი მიზანი ეგ იყო თორე აბა სხვა რა შეიძლება უნდოდენ იმიტომ რომ ამ პროტესტმა ძალიან დააზარალა რეჟიმი არაღიარების თვალსაზრისით სანქციების თვალსაზრისით ელემენტარულად თავისი მომხრეებიც ვერ დაარწმუნა მთლად რომ ყველაფერში მართალი არიან აქეთ პოლიტპატიმრები ყავს იქეთ აი მთლიანობაში არის ძალიან გაწეწილი ცუდ სიტუაციაში და იფიქრა რომ ერთხელ და სამუდამოდ აი ამ სპეცოპერაციით მასობრივად დისკრედიტაციას მოახდენ და ყველაფრის და აალაგებდა იკავრობას და დღეს გადაწყვიტა ისე რომ რაიმე სპეციალური ღონისძიება არ განუხორციელებია წარმოგიდგენია ეხლა კომენდანტის საათი უნდა გამოაცხადო მაშინ რომ თავისუფალი სიტყვის თქმის და ქუჩაში გამოსვლის თქმა ამიკრძალო ხომ ამის საფუძველი რეალურად არ არის ქვეყანაში და ვერც გამოაცხადებდა მაგრამ პარლამენტის თანხმობა უნდა 1000 რამე უნდა ხო პროცედურულად ამიტომ ასე მოკლედან გადაწყვიტა ჩავჭრი ამ სიტუაციას და ესე გავაკეთებოდა დღეს აი ძალიან კმაყოფილი და მადლიერი ვარ იმ ადამიანებისა რომ დღევანდელი გუშინდელზე დღეზე უფრო მნიშვნელოვანი დღევანდელი დღის რუსთაველის გადაკეტვა იყო და ღრმად ვარ დარწმუნებული მივიყვანთ ბოლომდე